ვისაც ეგონა რომ ჩინეთი მართლაც ჩუმად იყო შეცდა. ახლახან გამოვიდა სკანდალური ამბავი და ამ ხუთშაბათს 2026 წლის 23 აპრილს ყურადღება უკვე აღარ არის მხოლოდ დაკავებულ გემებზე ან ჰორმუზში ახალი ბრძოლების საფრთხეზე. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სხვაა. ახალი ამბავი იმაზე, რომ ჩინეთი ირანს ინფორმაციის სფეროში ეხმარება, მაშინ როცა ზუსტი დათქმები და გააზრებული მოქმედებები კვლავ არყევს ყურის რეგიონს. დადასტურებული ცნობები მიუთითებს, რომ ჩინეთის დაზვერვა მოქმედებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ეხლა ეს ეფექტი მხოლოდ სამხედრო რუკაზე აღარ ჩანს. ეს ჩანს პირდაპირ ურთიერთობაში დონალდ ტრამპის მთავრობასა და სი ძინპინს შორის. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ გირჩევ, გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, მილსონ ალვისის სანდოობის სტანდარტით. დღეს ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო Wall Street Journal-ის რეპორტაჟი, რომელიც აჩვენებს შეერთებული შტატების მზარდ შეშფოთებას ჩინური სატელიტების გამო, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის საბრძოლო ველზე დაფრინავენ. რეპორტაჟის მიხედვით ვაშინგტონს ეშინია, რომ ჩინური კომპანიების მიერ შეგროვებული სურათები და ანალიზები ზრდის მოწინააღმდეგეების, მაგალითად ირანის შესაძლებლობებს, თვალყური ადევნონ სამხედრო მოძრაობებს, იპოვონ მნიშვნელოვანი ობიექტები და ეს მონაცემები პრაქტიკულ უპირატესობად აქციონ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მასალაში ნათქვამია, რომ ჩინურმა ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ Missar Vision-მა განაცხადა, რომ სატელიტებზე დაფუძნებული ანალიზით აკვირდება ამერიკულ სამხედრო საშუალებებს, მათ შორის ავიამზიდებსა და ბომბდამშენებს. როდესაც ეს იმავე დღეს ხდება, როცა სპარსეთის ყურე კვლავ ირანის ახალმა მოქმედებებმა შეარყია, სურათი უფრო მძიმე ხდება. ირანი შეიძლება მხოლოდ არ ეწინააღმდეგებოდეს, არამედ იღებდეს ხედვას, თვალთვალსა და ანალიზს ბევრად უფრო დიდი მექანიზმისგან. ეს შიში დღეს არ გაჩენილა. Reutersმა უკვე 15 აპრილს Financial Times-ის მასალაზე დაკრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა 2024 წელს შეიძინა ჩინური ჯაშუშური თანამგზავრი, რომელიც გამოიყენებოდა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების მსხვილი სამხედრო ბაზების დასაკვირვებლად მიმდინარე ომის დროს. Reutersის ცნობით გაზეთმა მოიყვანა გაჟონილი ირანული სამხედრო დოკუმენტები, კოორდინატების სიები დროის მონიშნვით და სურათები, რომლებიც გადაღებულია დრონებისა და რაკეტების შეტევების წინ და შემდეგ. პეკინმა უარყო და ეს ინფორმაცია დეზინფორმაციად მოიხსენია, თუმცა მთავარი საკითხი მაინც დარჩა მედიის ყურადღების ცენტრში. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ჩინეთის სათვალთვალო სისტემა გამოყენებული იყო ირანის ძალისხმევის სიზუსტის გასაზრდელად. და სწორედ ეს ეჭვი ბრუნდება ახლა განსაკუთრებით მძაფრად, როცა სპარსეთის ყურეში მორიგი დაძაბულობის დღეა. ამავე დროს დღევანდელმა მოვლენებმა ზღვაში ამ შიშს საფუძველი მისცა. Reutersმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავთობის ფობის ფასი მკვეთრად გაიზარდა თეირანში ანტისაჰაერო აქტივობისა და ირანის რეჟიმში რადიკალებსა და ზომიერებს შორის დაძაბულობის შესახებ ცნობების შემდეგ. იგივე რეპორტაჟში ნათქვამია, რომ ირანმა აჩვენა ჰორმუზის სრუტეზე თავისი გამკაცრებული კონტროლი. ვიდეოში ჩანს, როგორ იკავებენ კომანდოსები დიდ სატვირთო გემს. მას შემდეგ, რაც დაინგრა სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლის გამოყენებასაც ვაშინგტონი იმედოვნებდა საზღვაო დერეფნის გასახსნელად, ამასთანავე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უბრძანა აშეთეშო საზღვაო ძალებს ესროლონ და გაანადგურო ნებისმიერი ნავი, რომელიც სრუტეს ნაღმავს. ეს აჩვენებს, რომ დღევანდელ კრიზისს ერთდროულად ორი ფენა აქვს. ერთი ხილული ფენა, სადაც არის გემები, ნაღმები და ღია მუხარები და მეორე ნაკლებად ხილული, მაგრამ შესაძლოა უფრო გადამწყვეტი ფენა, სადაც გამოიყენება სატელიტური გამოსახულებები, მონიტორინგი და სამიზნის ამოცნობა. ზუსტად ასეთი შიში აღწერა უკვე Reutersმა თებერვლის ბოლოს, როდესაც ირანული რაკეტები გადაკვეთდნენ სპარსეთის ყურის ქვეყნების ცას. და კიდევ უფრო გააძლიერეს აღქმა, რომ თეირანს შეუძლია ომი ამ მთავრობების კართან მიიტანოს. რეპორტაჟმა აჩვენა, რომ ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გააძლიერა რეგიონული მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და ისრაელის კამპანიისადმი, რადგან სპარსეთის ყურის ქვეყნებმა პრაქტიკაში იხილეს, რომ ირანის რეჟიმს შეუძლია თავისი მუხარა რეალურ ზიანად აქციოს. დღეს, როდესაც ჩინური მეთვალყურეობისა და სატელიტური დაზვერვის შესახებ ცნობები კვლავ ცენტრშია, ამ შიშს კიდევ ერთი ფენა ემატება. ეს მხოლოდ თავდასხმის უნარი არ არის, არამედ უკეთესად თავდასხმის შესაძლებლობა. და აქ იწყება ამ ისტორიის ყველაზე მძნობიარე ნაწილი. თანამედროვე ომი მხოლოდ იარაღზე არ არის დამოკიდებული, ის ინფორმაციაზეა დამოკიდებული. ვინ იცის სად არის გემი, რომელი ბაზა გადაადგილდა, რომელი ასაფრენიზოლი გამოიყენეს, რომელი ბატარეა შეიცვალა პოზიციას და რომელი ლოგისტიკური ფანჯარა გახდა დაუცველი. უკვე უპირატესობით შედის.
Wall Street Journal-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეპორტაჟი სწორედ ამ მიმართულებით მიდის, როცა ამბობს, რომ ჩინეთის კომერციული სატელიტების ქსელის განვითარება, რომელსაც შეუძლია ერთსა და იმავე წერტილზე დღეში რამდენჯერმე დაბრუნება, ამერიკელ ოფიციალურ პირებს განგაშის რეჟიმში აკენებს. როდესაც ისეთი ქვეყანა როგორიცაა ირანი აწყდება საზღვაო ზეწოლას, ბლოკადას, გემების შეჩერებას და საჭიროა გააკეთოს გააზრებული საპასუხო ნაბიჯები, ამ ტიპის დაზვერვაზე ცდომა ყველაფერს ცვლის. ასევე ყურადღებას იპყრობს ჩინეთის ქცევა ამ დაძაბულობის ფონზე. Reuters-მა 20 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პეკინმა შეშფოთება გამოხატა ირანული გემის აშშ-ს მიერ იზულებითი შეჩერების გამო და მოუწოდა მხარეებს თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია და შექმნან პირობები ხორმუზში ნორმალური ტრანზიტის აღსადგენად. აქ პოლიტიკური საკითხი საკმაოდ სერიოზულია. საჯაროდ ჩინეთი სიფრთხილესა და მოლაპარაკებებზე საუბრობს. მაგრამ გავრცელებულ სიახლეებში ჩრდილოდ რჩება არაპირდაპირი მხარდაჭერა, რომელიც ბევრად უფრო სასარგებლოა ვიდრე დიპლომატიური განცხადება. ირანიდან ნაკიდი ნავთობი პოლიტიკური დაფარვა როცა ეს აწყობთ და ეხლა უკვე მუდმივი ეჭვები მხარდაჭერაზე სურათებითა და დაზვერვით. აი რატო იწვევს ეს ხაზი ასეთ მღელვარებას სპარსეთის ყურეში? ეს მიანიშნებს, რომ თეირანი ომის ყველაზე სტრატეგიულ ნაწილში მარტო არ მოქმედებს. და კიდევ ერთი გადამწყვეტი მომენტია. დღეს აქსიოსმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ომის ამ ფაზაში მივიდა ნავთობის გიგანტური მარაგით, რომელიც შეერთებული შტატების ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის შეფასებით 2025 წლის ბოლოსთვის თითქმის 1.4 მილიარდ ბარელს შეადგენს. ეს მას უზარმაზარ უპირატესობას აძლევს გლობალური ენერგეტიკული შოკის პირობებში. მარტივიანით რო ვთქვათ, მაშინ როცა სხვა ქვეყნები ხორმუზის სრუტეში შექმნილი პრობლემების გამო იტანჯებიან, პეკინი უფრო დაცული, უფრო მომზადებული და მეტი რესურსით შედის ამ სიტუაციაში. შედეგი სასტიკია სპარსეთის ყურისთვის. ისივე ძალა, რომელსაც ეჭვობენ, რომ ირანს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა, ასევე ერთ-ერთ ყველაზე კარგად პოზიციონირებულ მოთამაშედაც გვევლინება იმ ენერგეტიკული კრიზისის გადასალახად, რომელსაც ეს არასტაბილურობა იწვევს. პრაქტიკაში დღეს რაც ჩანს, არის სცენა, სადან იყენებს საზღვაო ზეწოლას ძალის საჩვენებლად. შეერთებული შტატები ცდილობს თეირანისა და ჩინეთის ექსპორტისა და მიმოქცევის შესაძლებლობების ჩახშობას. ფონზე ჩნდება როგორც მოქმედი პირი, რომელიც შეიძლება რეჟიმს ეხმარებოდეს მეტი დაინახოს, უკეთ შეაფასოს და ქაოსის ხვებზე ნაკლებად კივილით გადალახოს. ეს ხსნის, რატომ აშინებს ასე ძალიან ზუსტი დარტყმები, რადგან ისინი მხოლოდ ირანის სითამამის შედეგად არ აღიქმება. ისინი აღიქმება როგორც დაზვერვის, გამოსახულების და გარე მხარდაჭერის მექანიზმის შედეგი, რაც ზრდის რეჟიმის საშიშროებას სწორედ იმ დროს, როცა სპარსეთის ყურე ცდილობს კიდევ უფრო დიდი აფეთქების თავიდან აცილებას. საბოლოო ჯამში ამბავი იმის შესახებ, რომ ჩინეთი ირანს ძალიან ძვირფას რამეს აწვდის, დროულ სადაზვერვო ინფორმაციას აყენებს აზიურ გიგანტს, ამერიკულ გიგანტთან დაპირისპირებაში. როდესაც ზეწოლის ქვეშ მყოფი რეჟიმი ახერხებს უფრო გააზრებულად შეტევას და სპარსეთის ყურეს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს შეერთებული შტატების ინტერესებზე რეგიონში, კრიზისი მხოლოდ ირანთან სამხედრო დაპირისპირება აღარ არის. ის სტრატეგიურ რყევად იქცევა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩინეთის ჩართულობით შესაძლო საპასუხო ზომებს. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მილსონ ალვისის საზოგადოებაში.